ის დუთიფრის დამფუძნებელია. 88 წლისა 7.5 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. ამავდროულად მანქანა არ ჰყავს, ეკონომ-კლასით დაფრინავს, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ჩაკ ფინი $15 ღირებულების ციფრულ საათს და დაჭმუჭნულ პერანგს ატარებს. თავის ისტორიულ სამშობლოში ირლანდიაში მას ადვილად ამერიკელ ტურისტად აირჩევდნენ. რესტორნებს სასუსნავების ბარები ურჩევნია, მკერავებს კი სამომხმარებლო საქონლის მაღაზიები, მეტროთი ან ტაქსით სარგებლობს. შეიძლებოდა მისთვის ძუნწი ეწოდებინათ, რომელიც ყოველ ცენტს ძლივს ხარჯავს, რომ არა ის ფაქტი, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მან $6 მილიარდზე მეტი ქველმოქმედებას გასცა. ეს ფული განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მეცნიერებაზე, აშში, ვიეტნამში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ირლანდიასა და ბერმუდის კუნძულებზე მოხუცებულთა თავშესაფრების მოვლა პატრონობაზე დაიხარჯა. უფრო მეტიც, ეს ექსტრავაგანტული მდიდარი კაცი არა მხოლოდ ფულით, არამედ დიდებითაც არ არის დაინტერესებული. მილიარდების გაცემით ის ცდილობდა ჩრდილში დარჩენილიყო და პირველი 15 წლის განმავლობაში ამას საკმაოდ წარმატებით აკეთებდა, რადგან არავინ იცოდა მისი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. შემდეგ მოვიდა გამოაშკარავება, თუმცა ამის შემდეგაც კი ფინი ძალიან მოკრძალებულად იქცეოდა. მაგალითად ცნობილია, რომ 2012 წლამდე მან არაუმეტეს 5 ინტერვიუ მისცა. ჩაკ ფინი საოცარი ადამიანია. მან ბიზნესი ნულიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში 27 ქვეყანაში 200 თანამშრომლისგან შემდგარი კომპანიის შექმნა შეძლო. მისი შემოსავალი უზარმაზარი ტემპით გაიზარდა, თუმცა მისი უმეტესი ნაწილი მაშინვე მის საქველმოქმედო ფონდში გადავიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებთ, როდესაც ფულს გასცემთ და ხედავთ, როგორ გამოიყურება რაღაც მისი წყალობით, მაგალითად საავადმყოფო. აზრი აქვს ფულის კეთილ საქმეებში ინვესტირებას, ვიდრე მისი საბანკო ანგარიშზე განთავსებას და მის დაგროვებას, ამბობს.